უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები რუსეთში ნავთობ პროდუქტებთან დაკავშირებით გარკვეულ პრობლემებს ქმნის. უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული მასშტაბური დარტყმები კრემლის რიტორიკაზეც აისახა. თუ აქამდე ოფიციალური მოსკოვი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ შეტევები უმნიშვნელო იყო, ახლა ვლადიმირ პუტინი უკვე ღიად საუბრობს ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. თუმცა ამავე დროს მოსახლეობას არწმუნებს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და დაზიანებული ობიექტების აღდგენა მიმდინარეობს. ამ ფონზე უკრაინა შორი მოქმედების ოპერაციებს აგრძელებს. უკრაინის სამხედრო ძალების მიზანი უცვლელია. რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვის შესუსტება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფების შეტევების უმეტესობას იგერიებს, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინული დრონების რუსეთის სიღრმეში რეგულარულ შეღწევასა და ენერგეტიკულ სექტორზე მიყენებულ ზიანს კრემლი ვეღარ უარყოფს. რუსეთში ენერგეტიკული საფუძვლები მძლავრი და საიმედოა. დიახ, ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ მომენტში გარკვეულ პრობლემებს გვიქმნიან ნავთობ პროდუქტებთან დაკავშირებით. ფიქრობ, ვითარება თანდათან გამოსწორდება, სადაც არ უნდა სცადონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ მათ სარკისებრ პასუხს დაუბრუნებთ. ფრონტის ხაზზე ვითარება ჩვენი სამხედროებისთვის უფრო სტაბილურია. რუსეთმა ვეღარ შეინარჩუნა ის ინიციატივა, რომელიც ადრე ჰქონდა. ჩვენი ძალები აგრძელებენ არა მხოლოდ თავდაცვას, არამედ ზუსტ შორი მოქმედების ოპერაციებსაც, რომლებიც რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკას, საწვავის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ძალებს ასუსტებს. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და მეტი შორი მოქმედების იარაღი, რათა ეს ტემპი შევინარჩუნოთ. უკრაინული იერიშების შედეგები ყველაზე მეტად რუსეთის რეგიონებში იგრძნობა. ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ რიგ რეგიონებში პერიოდულად იზღუდება საწვავის მიწოდება, შეფერხებულია ნავთობ პროდუქტების გადაზიდვა, ნაწილობრივ იცვლება სარკინიგზო მარშრუტები, ხოლო ზოგიერთ აეროპორტში დრონების საფრთხის გამო ფრენები დროებით ჩერდება. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ათობით ვიდეო, სადაც მოქალაქეები საწვავის დეფიციტზე, ხანგრძლივ რიგებსა და ინფრასტრუქტურის შეფერხებებზე საუბრობენ. მათი თქმით, ყოველდღიური გადაადგილება გართულდა. საწვავის მოძიება კი სულ უფრო მეტ დროს მოითხოვს. დღეს მანქანის საწვავით შევსება ორ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხებ. სახლში დაუბრუნდა, შემდეგ მეორე სადგურზე წავედი. იქ 95 ოქტანიან ბენზინს მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებს უსხამდნენ და არც რიგები იყო. მათთვის რა თქმა უნდა მიხარია, მაგრამ დანარჩენებმა რა ვქნათ. საჭიროა რაღაც გამოსავალი მოიფიქრონ, რომ ჩვეულებრივ ადამიანებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარი ავტომობილების საწვავით შეავსონ. საბოლოოდ, როცა ჩემი რიგი მოვიდა, ბენზინი უკვე ამოწურული იყო. აი ასე გვიწევს ცხოვრება. გარეთ 30 გრადუსზე მეტი სიცხეა და ამდენი ხანი რიგში დგომა გვიწევს. ბოლოს კი გვეუბნებიან, რომ საწვავი აღარ დარჩა. ეს ხმაური გენერატორებისაა. ახლა სამშენებლო მაღაზიასთან ვარ, სადაც არ უნდა მიხვიდე ყველგან იგივე სიტუაცია. ელექტროენერგია არ არის და გენერატორები მუშაობს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უზარმაზარ სამშენებლო მოედანზე იმყოფები. საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამხედრო ოპერაციები რუსეთის ეკონომიკაზეც სულ მალე აისახება. რუსეთის რეგიონებში, სადაც დროებით შეფერხდა ნავთობ პროდუქტების მიწოდება, გაიზარდა საწვავისა და ტრანსპორტირების ხარჯები, რასაც მოსახლეობა პირველადი მოხმარების პროდუქტების გაწვრებასაც უკავშირებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყოველდღიური დანახარჯები იზრდება და ყველაზე მეტად ამას რიგითი მომხმარებლები გრძნობენ. ყველა შეიძლება თავისი სიმართლე ჰქონდეს, მაგრამ არსი ერთია, მშვიდობაა საჭირო. უკრაინასა და რუსეთზეც მთავარი სწორედ ეს არის. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია, ხალხსაც ძალიან უჭირს. დაფიქრდით, საკუთარ თავს კითხვები დაუსვით, პასუხებს თავად იპოვით. უბრალოდ უფრო ყურადღებით უნდა შეხედოთ იმას, რაც ხდება. თუ არაფერ შეცვლი, ცხოვრება სულ უფრო რთული გახდება. ან უნდა გაერთიანდე და შეეცადო რამე შეცვალო, ან ქვეყნიდან წახვიდე. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. დღეს პროდუქტების საყიდლად მივედით, მითხარით რა ხდება ფასებთან, შეხედეთ, ეს უკვე 614 რუბლი ღირს, ადრე კი დაახლოებით 400 იყო. ეს უბრალოდ კატასტროფაა. თითქმის 614 რუბლის გადახდა ერთი შეფუთვის პროდუქტში გვიწევს. როგორ უნდა იცხოვრო, როცა ხელფასი დაახლოებით 7000 რუბლია, ხოლო ერთი კილო ხორცი 600 რუბლამდე ღირს. მართლა შოკში ვარ. უკრაინის პარტნიორები კი მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებენ. 13 ივლისს პარიზში უკრაინამ და 9 ევროპულმა ქვეყანამ დაიწყეს ერთობლივი ანტიბალისტიკური თავდაცვის პროგრამა, რომელიც ევროპაში ახალი შედარებით იაფი და მასობრივად წარმოებადი ანტიბალისტიკური სისტემის შექმნას ითვალისწინებს. პარალელურად საფრანგეთი უკრაინას საკუთარი შეიარაღების წარმოების გაფართოებაში დაეხმარება, ხოლო დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის 90 მილიარდიან თავდაცვით ფინანსურ პროგრამას შეუერთდა, რომელიც უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება.
უკრაინასთან ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობა. პირველად საფრანგეთი უკრაინას საშუალებას მისცემს საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოოს ფრანგული შეიარაღება, მათ შორის სკალპის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, AASM-ის მართვადი ავიაბომბები და ასტერის საჰაერო თავდაცვის რაკეტები. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ბრიტანეთი უერთდება ევროპული თავდაცვითი დაფინანსების პროგრამას, რაც უკრაინას დამატებით სამხედრო რესურსებსა და დაფინანსებას მოუტანს. ჩვენი გზავნილი მარტივია. უკრაინა მარტო არ არის და ჩვენ მის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინის შორი მოქმედების ოპერაციების შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. საწვავის მიწოდების შეფერხება, გაძვირებული ტრანსპორტირება და გაზრდილი ფასები რუსეთის მოსახლეობისთვის ომის კიდევ ერთ რეალობად იქცა. თუმცა კრემლი რუსეთის მოქალაქეების დისკომფორტის მიზეზებს ოფიციალურად არ ადასტურებს. გახდება თუ არა ომის ეკონომიკური ტვირთი რუსეთის მოსახლეობისთვის იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე აქამდე იყო. ექსპერტების მტკიცებით ამ კითხვაზე პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ოფიციალური კიევი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დამტკიცებულ 40 დღიან ოპერაციას დაასრულებს და რუსეთი მიყენებულ ზიანს ოფიციალურად დაითვლის.